საქართველოს მთავრობამ პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში დღემდე 27 პროექტი დაამტკიცა. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე კი 8 მილიონი დოლარის ფარგლებში დამატებით კიდევ 5 პროექტის დაფინანსება გადაწყდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ IAPI აგროკრედიტის საგრანტო ნაწილში ცვლილებები შევადა 40 მუნიციპალიტეტის ნაცვლად. IAPI აგროკრედიტს 59 მუნიციპალიტეტი მიიღებს. დღეს გავიტანეთ მთავრობის ხდომაზე 5 პროექტი, აქედან 2 არის თბილისში სამშენებლო მასალების წარმოება, ერთი გახლავს ხელვაჩაურში და ერთი არის ქუთაისში, არის ასევე შედუღებისთვის ელექტროდების წარმოება, არის მატრასების წარმოების საწარმოო, ასევე ერთი გახლავს მსხვილი მეცხოველეობის ფერმა 600 ესე თქვა სპირტზე გათვლილი, ჯამში ეს ყველაფერი გახლავთ დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება 2 წლის განმავლობაში. საგრანტოს ნაწილში მოგესწრებათ მონაწილეობას იღებდა პროექტში 40 მუნიციპალიტეტი, მოიხსნა ეს შეზღუდვა და ყველა მიიღეს მონაწილეობას, ანუ იქნება 59 და თუ დაუშვათ ადრე ყაზბეგს გორს არ ქონდა მონაწილეობის უფლება, ისინიც იქნებიან ამ პროექტში ჩართულები, ასევე განისაზღვრა ზედაზღვრის მოხსნის გადაწყვეტილება, ანუ აღარ იქნება მილიონ დოლარიანი ზედაზღვარი ერთ პროექტზე, არ იქნება ლიმიტი დადგენილი, იქნება დადგენილი 500,000 თითო პროექტზე, მუნიციპალიტეტზე 1 მილიონი ლარის ფარგლებში.